ქართულად მე ეს იშვიათად შემხვედრია, რომ სოციოლოგიურად ვინმეს დაეხასიათებინოს კედლის წარწერების ავტორების მოტივაცია, კედლის წარწერების სოციალური და საზოგადოებრივი მნიშვნელობა. და ბატონ გივი გვაძლევს 5-6 კონკრეტულ მახასიათებელს თუ რითი გამოირჩევიან ეს კედლის წარწერები. პირველი ეს არის ის, რომ კედლის წარწერა მოითხოვს იმას, რაც შეუძლებელია, დაუშვებელია და მიუღებელია. მეორე გახლავთ ის, რომ კედლის წარწერა უარყოფს არსებულ წესრიგს, რაც ირგვლივ არსებობს, როგორც ონტოტექსტოლოგი უწოდებს ამ ყველაფერს, იმ კონტექსტს, რაც მის ირგვლივ არსებობს და როგორც დავითმა არაერთხელ აღნიშნა, კედლის წარწერას აქვს იმპერატიული ხასიათი. ის მოგვიწოდებს, რომ რაც ამ წარწერაშია ნათქვამი, ის უნდა იქცეს ნორმად. ის უნდა იქცეს რაღაც ბრძანებულებად, რომელსაც ყველა დაემორჩილება. რაც მთავარია, კედლის წარწერები, როგორც ბატონ გივი ახასიათებს, უნდა იყოს სწრაფი შეტყობინების ხასიათის და რაც მთავარი, ის არ არის საყოველთაოდ ხელმისაწვდომი. მას შემთხვევით უნდა გადააწყდეს ვიღაც, ყველა მას ვერ ნახავს და ყველა მას ვერ აღმოაჩენს. და ბოლო უკანასკნელი მახასიათებელი, რომელიც შეგვიძლია აი ამ ესედან გამოყოთ, ეს არის უცნობი ავტორის საკითხი, რაზეც არაერთხელ დაისვა დღევანდელი მოხსენების დროს აქცენტი. არავინ არ იცის, ვინ წერს ამ ტექსტს, ვინ არის მისი ავტორი. თუმცა ბატონ გივი ამ ესეში აღნიშნავს, რომ მე შემიძლია აღმოვაჩინო კედლის წარწერების ავტორი ქუჩაში სეირნობის დროს, ან პარკში სეირნობის დროს. იმიტომ რომ იქ შეიძლება შეხვდე ვიღაცას, ვინც ძალიან გაბრაზებულია, გაღიზიანებულია, თავისთვის ბუზღუნებს და ამბობს, რომ რატო ჩამოეტრიენეს ტოლვილები, რა უნდათ წაგვართვეს სოციალური დაცვა და ასე შემდეგ და აი ამით შეიძლება ამ პროტესტით, აი ამ მუდმივი ბუზღუნით, გაბრაზებით შეიძლება შენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს შორის აღმოაჩინო კედლის წარწერის ავტორი. ბატონ გივი, მე მგონია, რომ ამ წარწერებს შემთხვევით არ არჩევს. მე რამდენჯერმე მიგმოგზაური 1-4-5 ჯერ მიგმოგზაურია ბერლინში და ბატონი გივის მსგავსად არა ის დიდხანს იყო იქ ბავშვობაშიც და მერე უკვე მოხუცებულობაშიც, მაგრამ მეც მისეირნია უმისამართოდ ამ ქალაქში დაკვირვები ვარ ამ ქალაქის წარწერებს და იქ შეიძლება უამრავ იდიოტობას სისულელე წარწერას გადააწყდეთ, ხო? მაგრამ აი ბატონმა გივიმ ჩემი აზრით შეარჩია ესეთი წარწერები, რომელიც გერმანიის ისტორიისა და თანამედროვეობის გაგებაში გვეხმარება და აი გვაანალიზებინებს, თქვათ, გერმანულ საზოგადოებას, ხო? იმ კონფლიქტებს, იმ დაძაბულობებს, რომლებიც თანამედროვე გერმანულ საზოგადოებაშიც არსებობს. მაგალითად, მის მიერ განხილულ წარწერებში პირდაპირ ჩანს ბერლინის ესე იგი ძველი მემარცხენე და მემარჯვენე ჯგუფების ურთიერთდაპირისპირება. აი სულ ცოტა ხნის წინ იყო თქვენ იცით გერმანიაში არჩევნები და აი ბერლინ-ლიხტენბერგის რაიონში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ორი, ასე ვთქვათ, მთავარი ფიგურა, ხო? ერთის მხრივ პარტია დი ლინკეს ხელმძღვანელი ქალბატონი ინეს შვერტნერი და მეორეს მხრივ ძველი ეს მისი ბაბუამისი საერთოდ ნაცისტური მთავრობის წევრი იყო და ეხლა AfD-ს ერთ-ერთი ლიდერი ქალბატონი ბეატრիս ფონ შტროხი. აი მათი დაპირისპირება ბერლინისთვის, აი ეს უკიდურესი მემარჯვენეობის და უკიდურესი მემარცხენეობის დაპირისპირება ბერლინისთვის, აი დღესაც, აი ამ უკანასკნელ არჩევნებზეც ძალიან თვალსაჩინო იყო, ხო? და აი ბატონი გივი არჩევს სპეციალურად წარწერებს, ხო? ბერლინი დარჩება წითელ ქალაქად და მისი, ასე ვთქვათ, შებრუნება, მეორე ვარიანტი, მეორე მხარე ბერლინი დარჩება გერმანულ ქალაქად, ხო? აი ეს ბრძოლა, ეს სოციალური დაპირისპირება, რომელიც ქალაქში არსებობს, როგორც ჩანს ბატონ გივის, როცა დადიოდა ამ ქალაქში, როცა ცხოვრობდა ამ ქალაქში, ასე ვთქვათ, ხედავდა. იმიტომ რომ ესეთი დაპირისპირება უკიდურეს მემარცხენეს და უკიდურეს მემარჯვენეს შორის დანარჩენ გერმანიაში ნაკლებად შესამჩნევია. იქ გზომიერი პარტიებიც ძალიან მწვანეები, მაგრამ აი ეს ბერლინისთვის არის დამახასიათებელი წითელი და უკიდურესად გერმანული ტენდენციები. მაგრამ რაც მთავარია, ბატონი გივი საის თეზისი მართლდება, რომ კედლის წარწერები კონტექსტს
არ აღიარებენ, ხომ? სრულად წითელი ბერლინი მაინც ვერასდროს ვერ გახდება, სრულად გერმანულიც ვერ გახდება, ეს მულტიკულტურული გლობალური ქალაქია, შესაბამისად დიახ, აი ეს კონტექსტის წინააღმდეგ, არსებული წესრიგის წინააღმდეგ მიდის ეს წარწერები, ხო? ძალიან დამახასიათებელია ბერლინისთვის, ვინც ყოფილხართ იქ, ანარქისტული ტენდენციები. ბერლინის ყველა უბანში აღმოაჩენთ თქვენ ასე ვთქვათ დაკავებულ შენობას, სადაც შევარდნენ ახალგაზრდები ან უკვე ძველგაზრდები, დაიკავეს ეს შენობა და თქვენს რომ ჩვენ არ ვემორჩილებით სახელმწიფოს, არ ვემორჩილებით გლობალურ წესრიგს, ვიკავებთ ამ შენობას და ვიქნებით სულ აქ. არც ერთ წესს და კანონს არ ვემორჩილებით. ხომ ესეც ძალიან სიცხორცეულია და დამახასიათებელი ბერლინისთვის და ალბათ ამიტომ არის შერჩეული ის ძალიან მნიშვნელოვანი კედლის წარწერა, რომელსაც ბატონი გივი გვაწვდის და აანალიზებს, რომ ეს სახელმწიფოც მოიცადეთ უფრო სუსტად გეტყვით როგორ არის ეს სახელმწიფოც დაიღუპება, ხო? ეს სახელმწიფოც აღარ იარსებებს, ეს ანარქისტული ტენდენციაც ამ ქალაქისთვის დამახასიათებელი. და რა თქმა უნდა, აი როგორც პოლიტიკის მეცნიერების სპეციალისტებისთვის ალბათ ძალიან საინტერესო იქნება, რომ მარტო ეს მემარცხენე-მემარჯვენე ანარქისტული დაყოფა კი არ შემოდის. შემოდის უკვე ეს დაპირისპირება თვითონ ნაციონალისტებსა და სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის, აი აქ თულქლარების და ქურთების მაგალითზე ისაუბრეს, ხო? მაგრამ ნახეთ, ბატონი გივი ჩვენ ცდილობს, ჩემი აზრით, ამ ესედან დაგვანახოს აი ის ტრაგედია, რომელსაც ქალაქი ბერლინი დღემდე გადის. თქვენ იცით, რომ გაერთიანების შემდეგ აღმოჩნდა აღმოსავლეთ გერმანია, აღმოსავლეთ ბერლინი, რომელსაც სულ სხვა ეკონომიკური სტრუქტურა ჰქონდა, ვიდრე თანამედროვე, კი არა, დასავლეთ ბერლინს აქვს. აი როგორც საქართველოში აღარ მუშაობს ტელევიზორების ქარხანა, აღარ მუშაობს, რა ვიცი, საპნის ქარხანა და ასე შემდეგ, აბრეშუმის, რაც არსებობდა ამ ქვეყანაში და მისი თანამშრომლები დარჩნენ უმუშევრად, უხელფასოდ, სოციალური სტატუსის გარეშე, ზუსტად ასე დარჩა ნახევარი ბერლინი. და ბერლინის აღმოსავლეთი ნაწილში დღემდე შესამჩნევია სოციალური განსხვავებაც, სოციალური დეპრესიაც და აი ბატონ გივი, როგორც დათომ აღნიშნა, ყოველთვის ეძებდა სხვა ნაწარმოებებშიც ეს ჩანს თავშესაფარს ამ მუსიკაში და ეს წარწერა ახლა მუსიკა თუ გვიშველის. ეს არ არის მხოლოდ კედელზე წარწერა, ეს მართლა მთელი ათწლეულების განმავლობაში იყო ბერლინელების, აღმოსავლეთ ბერლინელების განწყობა. დავჭი პროფესიის გარეშე, შემოსავლის გარეშე, ყველაფრის გარეშე და მუსიკა და ხელოვნება შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, გამოსავალი და გზა, რომელმაც შეიძლება გამიგვალოს ცოტა ხნით მიმართულება, ხო? და ბოლოს რაზეც ახლა აღარ გავაგრძელებ, აი ვისაც გერმანიის ისტორია აინტერესებს, ამ წიგნიდან გაიგებს მაგალითად თუ როგორ მუშაობდა BBC-ს გერმანულენოვანი რედაქცია. ხო, წიგნის სათაური, კედლის გაზეთის გაოცებული მკითხველი შემთხვევითი არ არის. მოა BBC-ს გერმანულენოვან რედაქციას, რომელიც გადმოცემდა ხოლმე თომას მანის ანტინაცისტურ წერილებს და ასე შემდეგ, ასევე ქონდა რუბრიკა გაოცებული მკითხველი. ეც ჭირად, რა ქვია, ფოლკიშე ბეობახტერი, მთავარი ნაცისტური ერთ-ერთი გაზეთი, კითხულობდნენ მას და ამბობდნენ თუ ანუ ფაქტ-ჩეკი და კონტრპროპაგანდა. ნაცისტების საწინააღმდეგო პროპაგანდას აწარმოებდნენ და ამას მგონი ქართველ ავტორთაგან ჩვენ არავინ არ გვეტყობდა. ეს რო არ წაგვეკითხა და ეს მეთოდი, როგორი იყო იმ ომის დროს, თქვათ ადამიანები რას კითხულობდნენ, რითი ცდილობდნენ სულიერი საზრდოს შეძენას, ამას არავინ არ გვეტყოდა. მე მაინც ბოლოს ბატონ გივის ერთ შერჩეულ კედლის წარწერას გამოვარჩევდი. ეს კედლის წარწერა ესე არის, უსახკაროებს დასცინიან, ტოლვილებს ანებივრებენ. ესეც ბერლინის ყოველდღიურობიდან მოდის და ერთი შეხედვით შეიძლება იფიქროთ, რომ მართლაც თანამედროვე გერმანიაში, შვედეთში, მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებში ესე ხდება, რომ შეიძლება ადგილობრივი უსახკარო არ აინტერესებდეთ და ტოლვილზე ზრუნავდნენ. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით არის. აი ბატონი გივი თავის აი ამ ესეში, აი ამ წარწერას, კედლის წარწერას შლის. დეკონსტრუქციას ახდენს ამ წარწერისა და გვაჩვენებს თუ რამდენი პლასტი შეიძლება ჰქონდეს სიტყვა უსახკარობას.
მაგალითად ის გვეუბნება ჩვენ რომ აი თქვათ ერაყიდან, სირიიდან, ქურთისტანიდან გამოდევნილი ადამიანი რომელიც ბერლინში ჩამოდის, მართლა უსახკაროა? მას ხო ქონდა სახლი თავის სამშობლოში. მას წართვეს სახლი თუ სამკვიდრო, სადაც ეს სახლი მდებარეობდა. ადგილობრივ გერმანელი მართლა უსახკაროა, თავის სამკვიდროშია, სახლი არა აქვს, მაგრამ ის უსახკაროა თუ სამკვიდრო წართმეული. აქ შეკითხვა უჩნდება ნებისმიერ მკითხველს, რომ საიდან მოდის ეს სამკვიდროს წართმევა. რა იწვევს იმას, რომ ლტოლვილი ჩნდება ამ ქვეყანაზე. ხო არ არის ლტოლვილობის მიზეზი ის, რომ მას თავის ქვეყანაში არ დაედგომება. უწევს გაქცევა. არა და მას სახლი აქვს იქ. და საიდან მოდის ეს მიზეზი? და აქ შეგვიძლია ჩვენ ძალიან ღრმად წავიდეთ და ვისაუბროთ ამ ომებზე, რაც მსოფლიოში არსებობს და რა მიზეზით იწყება და როგორ იწყება, კაცმა არ იცის. მაგრამ რაც მთავარია, ბატონ გივი, როგორც ყოველთვის სახლი მის ყველა ნაწარმოებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. და აი მთავარ შეკითხვას სვამს, რომ სახლი მხოლოდ მატერიალური მოცემულობა ხო არ არის. სახლის ფუნქცია, ეს ცნობილი იცით, ხო? დედაენა როგორც ყოფიერების სახლი. აიხსენებს აი ამ ფრაზას, ხო? ეს ყოფიერების სახლსაც რო კარგავს ის დევნილი და ლტოლვილი და ჩამოდის გერმანიაში, სულ სხვა ენობრივ სივრცეში, სულ სხვა კულტურულ სივრცეში. შეიძლება იქ თავშესაფარი იპოვოს, მაგრამ აი ეს თავისი ენა, თავისი კულტურა რო იკარგება. ამაზე ვინ იფიქრებს, ამაზე ვინ იდარდებს, ამაზე ვინ გაამახვილებს ხო ყურადღებას. აი ბატონ გივი თავისი ესეთი განსჭით, აი ესეთი თითოეული კედლის წარწერის ესე ღრმა ანალიზით გვიბიძგებს ფიქრისკენ. რომ ერთი შეხედვით შეიძლება ჩვენ მკითხულობდეთ, რომ უსახკაროებს, როგორ არის უსახკაროებს დასცინიან, ტოლვილებს ანებიურებენ. მაგრამ ნახეთ, რამდენი განზომილება შეიძლება კონდეს ერთ ფრაზას. ასე რომ ამ სიტყვებს თავისი ფილოსოფიური, სოციოლოგიური, პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, რაც კედლებზე ჩნდება და ალბათ ჩვენც უნდა გვიბიძგოს ფიქრისკენ. გვაქვს ბერლინზე წიგნი, სამწუხაროდ ბატონმა გივიმ თბილისის ქუჩებში ვერ ისეირნა და ვერ დაწერა მასზე, მაგრამ ბატონ გივის ესეს მიხედვით შეიძლება ჩვენც დავაკვირდეთ ჩვენ ქალაქს და ეს გამოთქმები გავაანალიზოთ. და ერთი რეპლიკა ჩემი დაკვირვების თაობაზე. აი ამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, როდესაც დიდი ტალღა შემოვიდა თბილისში მიგრანტებისა, თბილისი გახდა ერთგვარი ბრძოლის ველი კავკასიელ ხალხებს შორის. აი სოლოლაკშიც რო გავისეირნებდი ფეხით ამ მოკლე მონაკვეთზე, აქ ნახავდით თქვათ ესეთ წარწერებს, რომ თავისუფალი ინგუშეთი გადაშლილი იყო იქ ქვემოთ, ეწერა ხოლმე, რომ ინგუშეთი დიდი ვაინახურის სამყაროს ნაწილია და ის ცალკე არ უნდა იყოს. ცოტას გავივლიდით აქეთ-იქით თავისუფალი ადიღე და ეს ადიღური ისრები და ვარსკვლავები ჩნდებოდა. ეხლაც არის, აი ადიღეზე და ინგუშეთზე შემორჩენილი არის ასათიანის ქუჩის დასაწყისში თუ დააკვირდებით. მაგრამ ეს კიდე გასაგებია, რომ კავკასიელი ხალხები იბრძვიან თავისუფლებისთვის და თავიანთ წარწერებს აკეთებენ. მაგრამ კავკასიურ შემთხვევა, აი სრულიად განსაკუთრებული შემთხვევა. ერთ დილას დახვდა ვარდისფერი წარწერა. კედელზე თავისუფალი ინგრია. თავისუფლება ინგრიას, გაათავისუფლეთ ინგრია და ნუ რა ვიცი, მე ცოტა რაღაცები წამიკითხავს და ხო და გაადავირიე, ვერ გავიგე ინგრია რა იყო და მე დავგუგლე და თურმე ზოგიერთ ფინელს მიეჩნია, რომ ლადოგისა და ონეგის ტბების მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგან ოდესღაც ფინური ტომები ცხოვრობდნენ, აი ეს ამ ორი ტბის მიმდებარე ტერიტორიები ეკუთვნის არა რუსეთს, არამედ ფინეთს. და ეს მოითხოვეს თბილისში, მოითხოვეს კავკასიური სახლის კედლი, ინგლისურად იყო free ინგრია. ასე რომ აი ესეთ ბატონმა შოთამ თქვა პარადოქსულობაზე, მაგრამ ეს შინაარსით პარადოქსულობა კი არ არის, აი კონტექსტის პარადოქსულობა, რომ აქ
ვიღაც ფინელი, რომელიც საკუთარი ბაბუ ახსოვს, რომელიც ლადოგის ტბაზე თევზაობდა, თბილისიდან ითხოვს მას. სახლმა გაახსენა ევროპული სახლი და შეიძლება. ასე რომ ძალიან, ესე იგი, პატარა ესეა, მაგრამ ძალიან ღრმა და დიდი შინაარსის და მე მგონია, რომ ბევრ თქვენგანს წინ ელოდება აი ეს პირველად წაკითხვის სიამოვნება. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.